ორი თვის ანდრიას ეზოში განთებულ კოცონთანაც მობს საბრალო დედა, რადგან სახლში არც გამათბობელი და არც შეშაა. ამ საშინელ სცენას თბილისიდან სულ რაღაც 40 წუთის სავალგზაზე შევესწარი მე, ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტი. მაწონზე მყავს და დღეს უკვე მაწონი აღარ აქვს და გაგიჟებას ვარ საიდან მოუტანო ან რა ვაჭამო. ეს მე პატრონებს გვაცლებებს იმის გამო რომ ქირას ვერ ვაძლევთ. გუშინაც იყო მოსული და ასე გითხეს რომ ბინა დამიცალე თუ და ისაც წავიყვანო პატარები წარმოდგენა არა მაქვს. აი ეს ორი თვის ბავშვი სად წავიყვანო გაგიჟებასა ვარ მისული. დამცივ ზამთარში სად მყავდეს აი არ ვიცი. ქუჩაში დავრჩებით. არც სოციალური არ გვაქვს. მოხსნილი გვაქვს და მეტი წილი მშივრები მყავს ბავშვები და ეს პატარაცა 1 ლიტრას გვაძლევს ხოლმე რძეს და იმას ვიმით ვაჭმობთ ხოლმე. სოციალური დახმარება რატომ მოგიხსნეს? ეს პატარა რო გვეყოლა ჩავაჩე ემატა და მეორე თვია უკვე რო არ აგვიღია და რაც გაჩერებული გვაქვს ძალიან გაგვიჭირდა მეტი წილი მშივრები ვართ. 3 წლის ლაზარემ და 5 წლის ანა მარიამ პურის ნატეხი გამომიწოდეს. არადა შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვების ერთადერთი საკვები მათ სახლში სწორედ რომ ეს პური იყო. მათ კი ის უცხო დედასთვის გაიმეტეს, ცრემლები მომადგა. მოგმართავთ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების და ყველა რელიგიის ადამიანს. სიკეთეს არ აქვს ეროვნება, სიკეთეს მხოლოდ ერთი ღმერთი ჰყავს. დიახ, დღეს მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ 2 თვის ანდრიას, 3 წლის ლაზარეს და 5 წლის ანა მარიას გადასარჩენად. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.